პაპაჩემი ჯარში წაიყვანეს. ამას ყვები მე სენიდან. წაიყვანეს და წაიყვანეს, ავიდა უგზანიან წერილებს, უგზანიან როგორ ახარ შვილო, რა შადი, რა პასუხი არ არის. გადაირივნენ, კაც ვიფიქრეს, ცოცხალი აქვს, დარია და მე როგორც იქნა მოვიდა წერილი. 12 გვერდიანი წერილი. 12 გვერდიანი წერილი და რა არის ახლა ეს წერილი? გამარჯობა დედი. გამარჯობა მამი. გამარჯობა ბებო, გამარჯობა პაპაო. გამარჯობა დეიდ, გამარჯობა მამიდ. გამარჯობა ძაიაო, გამარჯობა ძალო. გამარჯობათ მეზობლებო, გამარჯობა მიხო, გამარჯობა სიკო, გამარჯობა თედო, გამარჯობა მერე. როგორ ახარ დედი? როგორ ახარ მამი? როგორ ახარ დეიდ? როგორ ახარ მამი? და როგორ ახარო? ახა ძალიან აცივა, მანდა დედი, მანდა მამი, მანდა. მოკლედ აი ახა ძალიან აცივა და ბოლოს ნახევარ საათს კითხულობს ამ წერილსა და აბა მეტი აღარ მოგწიროთ, კარგად იყავი დედი, კარგად იყავი მამი, კარგად იყავი ძია.